ზოგიერთი თანხმოვნის გამოსახატავად იყენებენ ასოთ შეთანხმებებს. აი მაგალითად ესენი არის ასოთ შეთანხმებები. როდესაც ორი თანხმოვანი არის ერთად შეერთებული, მაგას ქვია მონოსონგები. ხოლო როდესაც არის ორი ხმოვანი ერთად შეერთებული, ესენი არის დიფტონგები. მოდი დავიწყოთ მონოსონგებით. SH-ი იკითხება როგორც შ. აი მაგალითად ship, ცხვარი, shop, მაღაზია. ხო ვთქვით გვეცმის ჩვენ ship. რამდენი ასო? 3 ასო, მაგრამ წერთ რამდენს? 1, 2, 3, 4, 5. ხო ვთქვი, როგორც წერთ, მასე არ ვკითხულობთ. აი ამისთვისაც არის ესენი. CH-ი იკითხება როგორც ჩ, როგორც ქ, როგორც შ. აი მაგალითად გავარჩიოთ. ჩეა, სკამი, character. ეს არის ბერძნული და ნასესხების სიტყვა ხასიათი და აქ ვკითხულობთ როგორც ქ. machine არის ფრანგული და ნასესხების სიტყვა მანქანა და აქ ვკითხულობთ როგორც შს. TCH-ი ერთად იკითხება როგორც ჩ. აი მაგალითად catch, დაჭერა. C და K იკითხება როგორც ქ. აი მაგალითად შავი, black. N და K იკითხება როგორც ნკ. მაგალითად thank. ესე იგი thank. წავიკითხოთ ნკ. გმადლობთ. TH-ი ერთად არის ყრუბგერა და გვხვდება სიტყვის დასაწყისში ან სიტყვის ბოლოში. აი მაგალითად theatre. ამ შემთხვევაში თეატრი შეგვხვდა სიტყვის თავში, ხოლო tooth კბილი ამ სიტყვაში შეგვხვდა სიტყვის ბოლოში. W და R იკითხება როგორც R. აი რას ნიშნავს? როდესაც R-ის წინ გვაქვს W არ იკითხება. აი ავიღოთ მაგალითად წერა, იქნება write. რას ნიშნავს? Y არ იკითხება R-ის წინ. წავიკითხეთ როგორც write და არა write, ხო? V არ ჩანს. Q და U ერთად იკითხება როგორც Q. აი მაგალითად queen, დედოფალი. მაგრამ ფრანგული წარმოშობის სიტყვებში როგორც Q ისე არ იკითხება, იკითხება როგორც K. აი მაგალითად unique. G და H-ი არ იკითხება სიტყვის შუაში და ბოლოში თუ შეხვდება. აი მაგალითად აქ იქნება high, მაღალი, ესე იგი და არა hike. High, მაღალი არ ვკითხულობთ G და H. მაგრამ როდესაც G და H-ის შემდეგ არის A და U ან O და U, მაშინ იკითხება როგორც pr. აი მაგალითად სიცილი, laughter, ხო? Laughter, წავიკითხეთ სიცილი. G და N სიტყვის დასაწყისში და ბოლოში იკითხება როგორც N. აი მაგალითად sign, ნიშანი. წავიკითხოთ როგორც N, sign. K სიტყვის დასაწყისში N-ის წინ თუ არის, მაშინ არ იკითხება. როგორც აქ იყო ასეთ სიტუაციაში. აქ წერია know, ცოდნა და არა know. ეს იმიტომ რომ თანხმოვანი ასო N-ის წინ, თანხმოვანი ასო K არ იკითხება. C იკითხება როგორც S, თუ C-ის შემდეგ მოდის E, I ან Y ხმოვანი. აი მაგალითად აქ წავიკითხოთ nice. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მაგის შემდეგ მოდის ხმოვანი ასო E და წავიკითხოთ როგორც S. მაგრამ თუ C-ის შემდეგ მოდის A, O და U, მაშინ იკითხება როგორც K. აი მაგალითად ქვეყანა, country. წავიკითხეთ როგორც K, country, იმიტომ რომ მის შემდეგ მოდის O. G ხმოვნების წინ, აი მაგალითად E, I და U შემდეგ იკითხება როგორც J. აი მაგალითად gentle, ნაზი. მაგრამ არის გამონაკლისები. აი ვნახოთ girl, get და give. ხო არის? ამების შემდეგ მოდის წერტილიანი E, I, აქ როგორც E, მაგრამ წავიკითხეთ როგორც J ჩვეულებრივად. წავიკითხეთ როგორც G, ხო? Girl, get და give. ხოლო სხვა დანარჩენებთან, ხმოვნებთან იკითხება როგორც G, gather. აი ესენია გამონაკლისები. სხვა დანარჩენ სიტუაციაში აქეთ იკითხება თუ E, I და U მოდის როგორც J, ამ გამონაკლისებთანაც კითხულობთ როგორც G და არა J, არ იქნება girl, იქნება girl. ხო, სხვა დანარჩენ სიტუაციაში ვკითხავთ როგორც G. ორი ხმოვანი ასო O ერთად იკითხება როგორც U. აი მაგალითად გრძელი U. spoon, კოვზი.
თუ მოყვება, აი ორ უს თუ მოყვება K and D, მაშინ იკითხება როგორც მოკლე U. Good book. აქ წავიკითხეთ როგორც spoon, გრძელი U, ხო, აქ წავიკითხეთ good book, როგორც მოკლე U. ხმოვანი ასო O და A იკითხება როგორც U. აი მაგალითად როგორც O, მაგალითად boat, ნავი. O და U იკითხება როგორც AU. და წავიკითხავთ round. I და I და პირიქით I და E იკითხება როგორც E. მაგალითად niece. არის დისთან ძმისშვილი, ოღონ და გოგო. O იკითხება როგორც A, თუ მას მოსდევს O-ს შემდეგ არის N-ი, M-ი, TH და V თანხმოვანის წინ. აი მაგალითად son, ამ შემთხვევაში son ვაჟიშვილი წავიკითხეთ როგორც A, ხო? იმიტომ რომ O-ს შემდეგ მოდის ასო N-ი. A და W, A და U იკითხება როგორც O. აი მაგალითად იკითხება როგორც O, მაგალითად law, კანონი. T, I, O და N იკითხება როგორც shn. აი მაგალითად nation, ერი. ამ სამი ასოთ შეთანხმებით, აი nation, წავიკითხე ne და shn, ერი. S, I, O და N იკითხება როგორც zhn. მაგალითად television, ტელევიზია. მაგრამ თუ გვაქვს ორი S-ი, SS, I, O, N, მაშინ ისევ როგორც shn მასე იკითხება. D და მაგალითად discussion, დისკუსია. ესე იგი T, I, O და N-იც იკითხება როგორც sh, ხოლო S, S, I, O და N-იც იკითხება როგორც sh. მაგრამ თუ გვაქვს მარტო ერთი S-ი, მაგ შემთხვევაში ვკითხულობთ როგორც zhn. სულ ეს იყო მეგობრებო, ჩვენი კითხვის წესები და მთავარია გავიგეთ და თუ რამე ვერ გაიგეთ, შეგიძლიათ მომწეროთ და აგიხსნით.